სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ. გადაცემა, სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, რომელი NFT ვერ გაიყო ხაბიბმა და კონორმა, რა ხდება კრიპტოზე შვეიცარიაში და ექსტენშენზე, რომელიც ფულს იპარავს. კონორ მაკგრეგორმა ხაბიბის ფაფახა NFT დროპს მრავალ მილიონიანი სკამი უწოდა. NFT კოლექცია შედგება ციფრული ფაფახებისგან, რომელიც ხაბიბის პირად პროექტად ითვლება. კოლექცია 24 საათში გაიყიდა, მაგრამ შემდეგ ხაბიბის ყველა პოსტი ამ პროექტზე სოციალურ ქსელიდან გაქრა. ამას მალევე გამოეხმაურა მაკგრეგორი და განაცხადა, რომ ფანები შეცდომაში შეიყვანეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ზაჯ XBT და მაკგრეგორს საკუთარი წარუმატებელი მიმქონი შეახსენა. მოკლედ ამ ორის დაპირისპირება უკვე მრავალი წელია გრძელდება. შვეიცარიამ გააწყვიტა, რომ ჯერ ადრეა კრიპტო ანგარიშების საერთაშორისო გაზიარება. ამიტომ სარფი 1 წლით გადადო. კანონი ძალაში შევა 2026-ში, მაგრამ რეალური მონაცემების გასვლა მხოლოდ 2027-ში დაიწყება. OECD-ის დოკუმენტებით 75 ქვეყანა აპირებს ამ სტანდარტზე გადასვლას, თუმცა რამდენიმე დიდი ქვეყანა, მაგალითად ინდოეთი და ვიეტნამი, ჯერჯერობით თავს იკავებს. მოკლედ შვეიცარია არსად ჩქარობს. კიბერუსაფრთხოების კომპანია Socket-მა გამოავლინა Chrome-ის ექსტენშენი Crypto Copilot, რომელიც ონლაინ swap-ის დროს მომხმარებელს ფარულად უმატებს დამატებით ტრანზაქციას. UI-ში ყველაფერი ნორმალურად ჩანს, მაგრამ კულისებში ჩნდება რეალური ძარცვა. დაახლოებით ტრანზაქციის 0.05%. მოკლედ ფრთხილად იყავით და არ გახდეთ ფიშინგის მსხვერპლი. ეს იყო ბიტანიკა შორტ, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩნდეთ თავარი მოკლედ.